მადლობა მოწვევისათვის მაყურებელს მივესალმები. დიახ, ორი ჩვენი თანაგუნდელი. ორი თანაგუნდელი, კი ბატონო. ვასილ გაძევაშვილი, ვეფხია კასრაძე იმყოფებიან პოლიტიკურ ტყვეობაში, ისევე როგორც ათეულობით გულანთებული საქართველოს მოქალაქე იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში, მათთან ერთად ნაწილი სასამართლო პროცესი იყო დღეს, როგორც იცით, რას უნდა ველოდოთ, როდესაც საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ნიშანწყალი არ არის. აქედან გამომდინარე, რაიმე სამართლებრივ ლოგიკაზე დაყრდნობით, რამე მოლოდინების და რაღაც ობიექტური მოლოდინების შექმნა არ იქნებოდა სწორი და უბრალოდ წარმოუდგენელია, ვინაიდან სასამართლო საქართველოში არის მართული, მით უმეტეს როგორც არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, როდესაც ეხება საქმე პოლიტიკურ ტყვეებს. კი ბატონო, და ამ დროს საინტერესოა სასამართლო, რომლითაც სარგებლობს ივანიშვილი, ეს არის ბოლო ინსტანცია ამ კონკრეტული დავის, ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც ის მას მიაკუთვნეს, მოკლედ საკუთარი ფულის დაბრუნების, ეს ვთქვათ, ბოლო ეტაპი გაიარა, თუმცა მუდმივად ქართული ოცნების დამფუძნებელის და საპატიო თავმჯდომარის და მისი, ეს ვთქვათ, იურისტების გარემოცვის მხრიდან მუდმივად არის საუბარი, რომ სჯიან ამ ფულის არ მიცემით, ვინაიდან ეს არის სწორედ პოლიტიკური კონტექსტის ნაწილი, რომ ის რაღაც არასრულებს იმას, რასაც თხოვენ და ასე შემდეგ, მოკლედ მოგისმენიათ, ბუნებრივია, ერთ-ერთი ბოლო იყო მისი ადვოკატის წერილი გასულ კვირას. დიანა, ხა თქვენ კონკრეტულ საქმეზე მეკითხებით, ეს არის კერძო დავა პირველ რიგში შეიძლება ითქვას, მაგრამ მე თქვენს ყურადღებას მივაქცევ ერთ ფაქტს, როდესაც სასამართლოზე ვსაუბრობთ საქართველოში და როდესაც სასამართლოზე ვსაუბრობთ ბრიტანეთში ამ შემთხვევაში, ევროპის ქვეყნებში, დემოკრატიულ სახელმწიფოებში, როდესაც არის საუბარი, ხედავთ არა შედარება, სადაც ობიექტური მსჯელობები სად მიდის და როგორც მიდის, სადაც აქ ადამიანებს უბრალოდ არაფრის გამო პოლიტიკური მოტივებით, პოლიტიკური ინტერესით ასამართლებენ და პოლიტიკურ ტყვეობაში ამყოფებენ და წეხან საუბრობდით წინა კითხვას, ამაზე იყო ზუსტად საუბარი, როდესაც პოლიტიკური ტყვეებია ქვეყანაში და მაშინ როდესაც აგერო თვითონ ამბობენ, რომ რაღაცა გლობალური ომის პარტიები და რაღაცები და როდესაც იმ ამ შემთხვევაში სასამართლო მათ სასარგებლოდ სრულდება. ხო, აი ნახეთ შედარება, რა გვინდა ჩვენ გვინდა თავისუფალი, დამოუკიდებელი სასამართლო, სადაც თუმცა იქ ამბობენ, რომ სასამართლო კითხვაც ასე, მაგრამ რაღაც კონიუნქტურის მსხვერპლი ხდება შემდეგ ეს ფული და ვერ მიდის ადრესატამდე. მოდი, დიანა, თქვენ თუ სასამართლოზე ვსაუბრობთ, რომ თავისუფალ სასამართლოზე აქვს საუბარი და თავარია სამართალი და სამართლიანობა ზოგადად, ხო? და თავისუფალი სასამართლო, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არ ყოფილა და არ ღირსებია ქვეყანას არასდროს არც ერთ ხელისუფლების დროს. ყოველთვის იყო მართული სასამართლო და ეს მემკვიდრეობით რო იბარებენ ამ სასამართლოს ბოსებს ამ შემთხვევაში და მემკვიდრეობით რო გამოდიან და ყველა ხელისუფლების ნებას ატარებენ, აი ამაზე არის საუბარი. მითხარით ერთ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ოდესმე რომელიც სამართლიანად და სამართლებრივად განხილულა. ეს არის უბედურება ქვეყნის, ხოლო რაც შეეხება ეგ სანქციების საკითხს, ყველა ადამიანი თავის თავს თვითონ უწესებს სანქციას ამ შემთხვევაში, თავიანთი ქმედებებიდან გამომდინარე, მე არ ვიცი რა ხდება და რა მოხდება, ეს არის კერძო დავა და კერძო დავასთან დაკავშირებით ღებულობს იხილება ამ შემთხვევაში ეგ საქმე და მე საერთოდ რაღაცა ამას მაღალ სიფრთხეში აყვანა, რასაც თვითონ ცდილობენ, მე ამას არანაირად არ ვეთანხმები, კერძო დავა განიხილა სასამართლომ, ეს არის და ეს უამრავი კერძო გადავები იხილება როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, აი ეს ამაზეა საუბარი. კი ბატონო, საინტერესოა 28 ნოემბრის აქციისთვის ემზადება პოლიტიკური სპექტრის ნაწილი და ასევე საპროტესტო საზოგადოების ნაწილი. ლელო სად არის ამ პროცესში, როგორც ვიცით, თქვენსა და ამ ჯგუფებს შორის არის რაღაც განსხვავებული პოზიციონირება, მოგვიყევით რეალურად როგორია ეს განსხვავებულობა? განსხვავებულობა, რა ვიცი, განსხვავებულობას არ ვიცი თქვენ რაში თვლით, უბრალოდ რაში უყურებთ, მაგრამ ის რომ პოლიტიკური ტყვეები უნდა გათავისუფლდნენ, ის რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაინიშნოს ქვეყანაში და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩაინიშნოს და ქვეყნის მიერ არჩეული ხელისუფლება უნდა მართავდეს და არა ხელისუფლების მიმტაცებელი პოლიტიკური ძალა, მე მგონი ამაში ყველა თანხმდება და ყველა თანხმდებით. ეს არის ამომავალი წერტილი, ის რომ ყველა კრიმინალი და დამნაშავე უნდა დაისაჯოს
როდესაც სასამართლოზე ვსაუბრობდით წინათ, ხო? აი ამას ებმის ბუნებრივია, როდესაც თქვენ კოლეგებს უმოწყალოდ ცემდნენ და ურტყამდნენ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, ხო? რომელი ერთი ჩამოვთვალო, ნოდან მელაძის შაბათის გადამღები ჯგუფი გურამ როგავა და ასე შემდეგ, რომლებიც სასიკვდილოდ გაიმეტეს, უბრალოდ მათი ხელიდან ეს ადამიანები მტრები იყვნენ, გადარჩნენ ღვთისწყალობით და მადლობა ღმერთს, როდესაც ესეთ საქმეებზე შედეგი არ არის დავდგარი, ჩვენ ამიტომ ვითხოვთ თავისუფალ სასამართლოდ, ამიტომ ვითხოვთ პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლებას, ამიტომ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და მე მგონი ამაში ამ პოლიტიკურ სამართლიან და სამართლებრივ მოთხოვნაში ყველა ერთიანია, მე მგონი ამასთან დაკავშირებით მგონი დამეთანხმებით. კი ბატონო, უბრალოდ ნახეთ სხვა რამე გკითხეთ საერთოდ, ლევან. დიახ. მე გკითხეთ 28 ნოემბრის აქციაში მიიღებს თუ არა მიიღებს ლელო მონაწილეობას და თქვენ როგორ უყურებთ რაღაც ცალკე ერთობა არის რაღაც გარკვეული პარტიების და თქვენ არ ხართ მათთან, ანუ როგორი არის ახლა თქვენი კომუნიკაცია დანარჩენ პოლიტიკურ სპექტრთან? მარტივად გიპასუხებთ დიანა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არა ვართ ამ კი ბატონო, ჩვენ არა ვართ ამ აქციის ორგანიზატორები, მაგრამ ყველა კანონიერ კონსტიტუციურ სამართლიან სამართლებრივ ამ შემთხვევაში აქცია იქნება თუ ყველა სხვა ფორმის პროტესტის გამოხატვა, რაც კანონის ფარგლებში ხდება, ბუნებრივია ლელოს წევრები და სხვა მოქალაქეები ღებულობენ ამაში მონაწილეობას და მიიღებენ ვისაც როგორ სურვილი ექნება. ეს შემიძლია მარტივად გითხრათ და ეს მარტივი არის ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა კანონიერი პროცესის მომხრეები ვართ. ეს შემიძლია გითხრათ. კი ბატონო, მაგრამ როგორი ურთიერთობა გაქვთ ამ ადამიანებთან ახლა, რომლებიც რაღაც ტიპის საკომუნიკაციო, ანუ რაღაც ურთიერთობაში არიან, არ ვიცი, რვიანი ქვიათ ახლა წინააღმდეგობის პლატფორმა იქნებიან თუ როგორ, მაგრამ რაღაც საპროტესტო მოძრაობის ორგანიზების პროცესში. თუ თქვენ თუ ვიქნოთ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით და პოლიტიკურ ძალებთან დაკავშირებით, თუ არის ეს კითხვა მიმართული, ნუ რა ვიცი ახლა რან არის სიღრმისეული ურთიერთობა არ არის, აქედან გამომდინარე, სხვა რა ვიცი, ყველას თავისი შეხედულება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ არავის ოპოზიციაში არ ვდგებით, ჩვენი მთავარი ოპოზიცია ჩვენ ვართ ამ შემთხვევაში რუსული რეჟიმის ოპოზიციაში და ჩვენი მთავარი სამიზნე არის ბრძოლა ყველა კანონიერი მეთოდით რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, თუ ახლა მათგან რომელიმე და გარკვეული ძალები თუ ჩვენ რუსულ რეჟიმთან ერთად ოპოზიციაში გვიდგებიან და თვლიან რომ ჩვენც უნდა გვებრძოლონ, ეს უკვე მათი არჩევანი და გადასაწყვეტია, თქვენს კარგად იცით, რაზეც ვსაუბრობ, ჩვენ არც ერთ შემთხვევაში ჩვენი სამიზნე გასწორებულია, ჩვენი სამიზნე არის რუსული რეჟიმი და მათ წინააღმდეგ ყველა კანონიერი და კონსტიტუციური მეთოდით ბრძოლა, ჩვენი სამიზნე არის ამ შემთხვევაში ბრძოლა საქართველოსათვის და სხვათა შორის დიანა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს და ამ ბოლო პერიოდში პროპაგანდა არის ამოქოქილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს რა საკითხთან დაკავშირებით ბუნებრივია გეცოდინებათ რომ დაიწყოს საუბარი, თუნდაც ვინმე ამ შემთხვევაში ინვესტიციებს უშლის ხელს და ამით უნდა გადაფარონ ეგრეთ წოდებული არაბული ინვესტიციის თემა და მინდოდა ამაზე მეკითხა დღეს კობახიძე ამბობს რომ გავაგზელებ კი ბატონო, რომ არავის არ გაუტარებს და რაღაც მნიშვნელოვან ინვესტიციებს არ ჩააშლებინებს არანაირ კამპანიას. მარტივი არის დიან ამასთან დაკავშირებით პასუხი და მარტივი არის პასუხი რა გატარებაზე არის საუბარი, როდესაც მარტივ რამეს ვითხოვთ ხელშეკრულების გასაჯაროებას. რას მალავს ეს ადამიანები? მუდმივად აქცენტს აკეთებენ ანაკლიის ხელშეკრულებაზე, რომ აი იქ არ იყოს აჯარო და მაგაზეც გაქცევთ პასუხს. ერთი წუთი დავასრულებიათ, რომ აზრი დავასრულებიანა და ნებისმიერ კითხვაზე პასუხს გაქცემ მზათავარ. მარტივად დავიწყო და დავასრულოთ. რას მალავს ეს ადამიანები? რა იმალება ამ ყველაფრის უკან? საუბარია საქართველოს ქართულ მიწაზე არის საუბარი და საქართველოს მოქალაქეები, ანუ საქართველოს მიწაზეა საუბარი და თბილისში, წალისის ტერიტორიაზე არის საუბარი, ქალაქ მცხეთის ტონა, ოდენა ტერიტორიის ამ შემთხვევაში გადაცემაზე და იქ მშენებლობაზე, ეკოლოგიური სიტუაცია, მიწა, ეს ყველაფერი რო ერთად ავიღოთ და ვითხოვთ რას? ვითხოვთ ხელშეკრულების გასაჯაროებას. გაასაჯაროონ ხელშეკრულება. ვითხოვთ ვისგან ხელშეკრულების გასაჯაროებას? იმ ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისაგან, რომელიც კორუფციაში
არის ქართული ოცნება ჩახჩობილი და ჩამხრჩვალი თავიდან ბოლომდე. ჩვენ ვნახეთ პრემიერ-მინისტრი ბრალდებული თავიანთ მიერ ბრალდებული ამ შემთხვევაში მილიონობით და ათეულობით მილიონ ლართან არის დაკავშირებული თავდაცვის მინისტრი, მინისტრები არ დარჩენილა არავინ თავიდან ბოლომდე თვითონ ვერ გაურბიან კორუფციას და ამ კორუფციაზე არის აქ საუბარი და ვითხოვთ გასაჯაროებას და პასუხად რა ვღებულობთ ამასთან დაკავშირებით პასუხად ვღებულობთ რომ თუმე უნდა ვენდოთ ამ კორუფციაში ეჭვმიტანილ პოლიტიკურ გუნდს არათუ ეჭვმიტანილ თვითონ თავი დადასტურებულ და თვითონვე ადასტურებენ ამ ყველაფერს უნდა ვენდოთ თუმე იმ კობახიძეს უნდა ვენდოთ რომელიც საუბრობდა რომ ჩვენი გუნდის წევრებსო მილიონებს და თანხა რო დაუდოთ წინ არც კი შეხედავენო და არც კი გაიხედავენო თანხისკენო და ქრთამს არ აიღებენო და კორუფციაში არ იქნებიან ეჭვმიტანილები და ჩვენ ხედავთ წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფციაზე ეს მცირე დოზაა რაც თვითონ დაჭირდათ კლანებს რომ ერთმანეთის ბრძოლის წინააღმდეგ გამოაშკარებებინათ ამასთან დაკავშირებით და საპასუხო დავასრულებ ვინმეს არ მინდა რომ ყურადღება ამ შემთხვევაში გადატანილად შეითვალოს რომ ანაკლიის თემასთან დაკავშირებით ვკითხე დიანა გახსოვთ ვინმე ითხოვდა ანაკლიის თემასთან დაკავშირებით ხელშეკრულების გასაჯაროებას აბა შემახსენეთ გახსოვთ ანუ ეკრებოდა საუბარ ასეთ შემთხვევაში ერთი წუთით ვინმე წავიდა წინააღმდეგი ანაკლიის ამ შემთხვევაში ხელშეკრულების გასაჯაროებასთან დაკავშირებით და ვინმე ითხოვდა ანუ კითხვის ნიშნები არ არსებობდა ხო ბუნებრივია აქ არის უდიდესი კითხვის ნიშნები და საქართველოს მოქალაქეები ზოგადად თქვენც მეც ეგ არის ჩვენს საერთო მიწაზე, საერთო საკუთრებაზე საუბარი და გასხვისებაზე. გვაინტერესებს, ვის საკუთრებაში გადადის მიწა, რა უფლება მოსილებაა გამხელშეკრულების კონკრეტულ კომპანიას, აქ ჩვეულებრივი საკითხია. აღარ გვაქვს დრო, ლევან, საქართველოს ვილაპარაკოთ სხვა დროსაც ამ თემას. საქართველოს მოქალაქეები დიანა ამაზე პასუხს ვითხოვთ. მეც არაფერს არ ვითხოვ. არანაირი გვერდზე გადატანა და ისების გადატანა რა უნდა და დავასრულებ სხვა თემით რო უნდათ манипуლირება არა გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება თქვენ კორუფციაში ჩაფლულებო გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება თქვით რა შეასაქმეთ აი ამაზეა საუბარი მადლობა ლევან სამუშია პასუხობდა ჩვენ კითხვებს დღის